აბა როგორ ხართ ჩემო მეგობრებო? მოგიკითხავთ განსაკუთრებით ჩემი არხის გამომწერებს, ადამიანებს, რომლებიც ნდობას მიცხადებთ და ერთგულად მიყურებთ, ასევე ადამიანებს, რომლებიც არ იშურებთ უკავშირს და ამით არხსაც ეხმარებით და მეც სტიმულს მაძლევთ და მოკლედ გეტყვით, რომ დღეიდან ძალიან ჯადოსნური პერიოდი იწყება. განსაკუთრებით ეს წინ 24-48 საათი ძალიან საკრალური პერიოდია და გამოიყენეთ თქვენი მიზნების ფოკუსირებისთვის, კითხვებზე პასუხების მიღებისთვის და მოკლედ რა ვიცი, თქვენი წარმატების თილისმა აზრებისთვის და მიზნებისთვის. ვნახოთ ახლანდელი გაშლა რა მოაქვს აი ამ პერიოდს, ჯადოსნურ პერიოდს, რა ჯადოსნური ამბები მოაქვს თქვენთვის. აბა ვნახოთ ეს რა უნდა, ხო, გასაგებია, არა უშავს ბრძოლის გარეშე ვარდი უეკლოდ ვის მოუკრებიაო, ხო და ვნახოთ ახლა უბრალოდ რეზონირებისთვის ვისთვის არის გაშლა, ხო, კვერთხების ტუზი არც მეტი არც ნაკლები. ადამიანი არ ვიცი, მოსიარულე ენერგია, მოსიარულე წარმატება, მოსიარულე ღიმილი, მოსიარულე ცეცხლი, მოსიარულე ვნება, არ ვიცი, აი თუ კი რამე შეიძლება რომ ისეთი სიტყვა იყოს, რომელიც აქტიურობას, რომელიც აი ყველაფერს საუკეთესოს აღნიშნავს, ხო, ადამიანურ ნაწილში, ჯანსაღ ადამიანურ ნაწილში, ხო? აი ეს ახასიათებს ზუსტად კვერთხების ტუზს. ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ბრძანდებით. ადამიანი, რომელსაც აი მიზნის მისაღწევად, პრაქტიკულად, როგორ გითხრათ, შესაძლოა დიდი ძალისხმევა არც კი გჭირდებოდეთ, ხო? თქვენ სულ იბრძვით გამარჯვებისკენ, ანუ თქვენ არ ცნობთ სიტყვას დამარცხებას ზოგადად. ძალიან გიყვართ სავარაუდოდ მოგზაურობაც და აი ნებისმიერ შანსს რომ გამოიყენებთ, ხო, არ ვიცი, აი როგორ გითხრათ, გაჩერებაზე რომ ვიღაცა გაიცნოთ და უცებ დაიჭიროს თქვენმა გონებამ, რომ აი ეხა ამას რაღაცა, აი იმ მომენტსაც კი გამოიყენებთ და იმ ადამიანსაც, ნუ აი ეს გახასიათებთ. ძალიან სიცოცხლისუნარიანი ხართ და ძალიან ისეთი ეს გითხარით და სხვა შორის ძალიან კარგად გამოგდით ახალი პროექტები და ინიციატივები. ხო, შესაძლოა ბრძანდებოდეთ ისეთი აი კერძო ბიზნესით დაკავებული ადამიანები, ასევე შესაძლოა იყოთ პოლიციელები და ასევე რაღაცა გარკვეული პროექტების მართვის ნაწილში დასაქმებულები. და ვნახოთ თითო არკანით რა ჯადოსნური ამბები მოაქვს ამ ჯადოსნურ დღეებს თქვენთვის. რაღაცა ძალიან სივიწროვეში ვაკეთებ გაშლას და მაპატიეთ. რა ჯადოსნური ამბები მოაქვს თქვენს ცხოვრებაში პირადში, რა ჯადოსნური ამბები მოაქვს თქვენს ცხოვრებაში მატერიალურ კარიერულ ნაწილში და მოდი მესამე არკანს უბრალოდ ამოვიღებ და ვნახოთ რას გვეტყვის, ხო და ისე თვითონ გვითხრას რჩევის მოცემა უნდა, გაფრთხილება უნდა, საჩუქარი უნდა თუ ასე შემდეგ. პირად ცხოვრებაში აბა რა მოაქვს ამ ახალ პერიოდს? ხო, თასების დედოფალი მეგობრებო. არ ვიცი თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა შემოვიდეს ადამიანი, რომელთანაც თავს იგრძნობთ, აი
ყველა მხრივ დაცულად, ჰარმონიულად, სიმშვიდეში, აი მე ჩემს სახლში ვარ. აი როგორი მომენტი შეიძლება გქონდეთ, იცით, რომ აი ამ ადამიანთან უბრალოდ ერთი SMS-ის მიწერაც კი თითქოს ერთად ხეთხართ და არ ვიცი, ან პიტნის ან ჟოლოს ჩაის მიირთმევთ, ხო და რაღაცა ისეთ თემებზე საუბრობთ, რომლებიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ არ არის საუბარი მარტო იმაზე, რომ ვთქვათ რაღაცა ისეთი აი წყვილის ურთიერთობა უნდა გქონდეთ, ხო? მაინდა-მაინც გაგრძელებული საწოლით და ასე შემდეგ, არა, აი შედარებით უფრო სხვა განზომილებაში მყოფი ურთიერთობა, ურთიერთობის, ასე ვთქვათ, ავტორი ადამიანი შემოდის თქვენს ცხოვრებაში. გაუფრთხილდით ესეთი ადამიანები ესე ჰაერზე არ მოდიან და თუ მოდიან და სწორად ვერ ვიღებთ, მერე მარტივადაც მიდიან და მერე ცოტა დასჯის მექანიზმებით შემოაქვს ხოლმე სამყაროს, ეს დაიმახსოვრეთ. ახლა ვნახოთ კარიერაში რატო გვაქვს ეს ამბები და პრობლემები, რატო შემოდის. აბა ერთი არკანი დავამატოთ, ვნახოთ ეს რას უკავშირდება. ფინანსებში ფრთხილად იყავით მეგობრებო, დანახარჯებს მოერიდეთ, ვალების გაცემას მოერიდეთ, კონფლიქტებს ხელმძღვანელობასთან და კოლეგებთან მოერიდეთ. ვიღაცამ შეიძლება სამსახურით დაკარგოთ. ვიღაცამ შესაძლოა სამსახურით დაკარგოთ და მერე რა იქნება? არა. მერე ხელახლა ახალი დასაწყისი გექნებათ იმისთვის, რომ ხელახლა ააწყოთ თქვენი სიტუაცია. მოდი ასე ვიტყოდი, ისეთი არკანები ამომდის აწი და ახლა რომ აი ყველაფერს დაასრულებთ, რაც ტოქსიკურია. მოდი ასე გეტყოდით. რაც თქვენზე ცუდად მოქმედებდა, რაც ესე აი ჭაობივით გითხრევდათ და ნორმალური სუნთქვის საშუალებას არ გაძლევდათ. დაპატიეთ, აი ეს ყველაფერი მთავრდება. თქვენ მოდიხართ, არ ვიცი, იმ სამსახურიდან, არ ვიცი, რაღაცას კარგავთ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ამ დანაკარგის მერე იწყება თქვენი გაზაფხული, იწყება თქვენი წინსვლა, იწყება თქვენი წარმატება. სამი საუკეთესო არკანი მიდევს მაგიდაზე ჩემო კარგო ადამიანებო და მოდი კიდევ ერთი არკანიც მივაყოთ. რა პრობლემა? კიდე რა იქნება ფინანსებში? არა, ზეიმი, წარმატება, წინსვლა და დაწინაურება. არ შეგეშინდეთ, გექნებათ პრობლემები, შეიძლება იფიქროთ, რომ მორჩა ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ აი ზუსტად მაშინ დაიწყება სასწაული ამბები თქვენს ცხოვრებაში და მაშინ შემოვა აბსოლუტური ისეთი ძვრები და ცვლილებები, რომ თქვენ თვითონ გაოგნებული დარჩებით თქვენი წარმატებით. და აბა ეს რას გვეტყვის? აი გითხარით. ტაროც თავისით ზუსტად ამას გვეუბნება, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოდის რაღაცების განულება და ახალის დასაწყისი და აბა ეხლა ვნახოთ ეს ახალის დასაწყისი რას მოიტანს და რის სიმანიშნებელია. ვნახოთ აბა. წარმატების, წინსვლის, არ ვიცი, დახმარების, საჩუქრების, შესაძლოა წარსულიდანაც ვიღაცა დაგეხმაროთ მეგობრებო. წარსული, ანუ უკვე არსებული ნაცნობებიდან, ან რაღაც წარსული სიტუაცია შემოტრიალდეს ისე, რომ აი თქვენ იზეიმებთ, თქვენ რაღაცა სტატუსსაც მიიღებთ. თქვენ ძალიან ისეთი ავტორიტეტული ადამიანი იქნებით თქვენს გარემოში და არ ვიცი, რაღაცა დიდი გამარჯვების მომენტებიც მოდის თქვენს ცხოვრებაში. მშვენიერი. მაგრამ მე ისე დავიწყე გაშლა პირველი ვარიანტის, რომ როგორც ახლა მივხვდი, არაუშავს იმდენი ვიმშავე ამ ღამით და აგერ ახლა უკვე სადაც არის მზი ამოიწვერება გაშლას რომ გიწერთ და მაგას არაუშავს. იყოს მეორე ვარიანტი, ახლა ასე, აი ამას დავსვამ და მოკლედ მეორე ვარიანტი აი ესე იყოს. თავიდან ხო არაფერი იდო. ხო და ამით იყოს მეორე ვარიანტი, ან არა, დაიბნევიან. და აი ესე იყოს.
პირობითად აი ესე იყოს მეორე ვარიანტი. და მიხვდები ან ყოველ შემთხვევაში რომ თავიდან რომ არაფერი იდო და აწი კი მიხვდებით. და ნახოთ ეს მეორე ვარიანტი აბა. ზუსტად ეხლანდელ ახალი მთვარე ეხლანდელ პერიოდს ეხმაურება და ვისთვის არის ეს გაშლა. ოხო, სამსჯავროს არკანი. სამსჯავროს არკანი. დამენახეთ, გიცანით რამდენიმე აბა გამოიჭყიდეთ. ძალიან საინტერესო ადამიანები მიყურებთ ახლა ამ ვარიანტზე. არ ვიცი, ძალიან ისეთი პრინციპული დროული გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები ხართ. ადამიანები, რომლებიც აი როგორ გითხრათ, შინაგან ხმას სულ უსმენთ, სულ მიზნისკენ მიდიხართ. ოღონდ ხშირად ირეკლავთ გარემო სიტუაციებს და ენერგიებს. თქვენ გაქვთ ძალიან დიდი განახლების უნარი. მიდრეკილი ხართ დადებითი ცვლილებებისკენ და აი როგორი მომენტი გაქვთ, იცით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრია თქვენს ცხოვრებაში გზაჯვარედინები, ხო? რაღაცა გაურკვეველი სიტუაციები, არჩევანი და ასე შემდეგ, თქვენ ყოველთვის ახერხებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას, თქვენ ყოველთვის ახერხებთ, ასე ვთქვათ, სწორი არჩევანის გაკეთებას. და თქვენი ტრანსფორმაცია ყოველთვის სრულდება წარმატებით. არ ვიცი, შესაძლოა პირდაპირ მნიშვნელობით ბრძანდებოდეთ მოსამართლეები, ასევე ფსიქოლოგები, ასევე ჟურნალისტები და ექიმები. ასევე ჰაერთან, კოსმოსთან დაკავშირებული, არ ვიცი, რაღაცა პროფესიით შეიძლება გამოირჩეოდეთ. და ვნახოთ ახლა რა შემოდის პირადში, რა შემოდის მატერიალურ სიტუაციასა და კარიერაში და ზოგადად რას გვეტყვის თავისით, ხო, თვითონ რას გვამცნობს და და ვნახოთ აბა, პირად სიტუაციაში რაღაც ახალი ურთიერთობები იწყება, მეგობრებო, საკმაოდ კარგი საფუძვლით, თავშივე რო ჩანს საფუძველი, ხომ გესმით, აი თავშივე რო გრძნობ რა რაღაცას რა, ან ისე იქნება, ან ასე იქნება. აი, როგორ გითხრა, ინტუიციურად რო ზუსტად ხვდებით რა, ისეთი შანსი, ისეთი შესაძლებლობა მოგეცემათ, არ ვიცი რომელზეც შესაძლოა ფიქრობდით კიდეც, ხო, იდეაში, არ ვიცი, შეიძლება გეოგრაფიული ცვლილებაც მოგიწიოთ, ან მივლინებაში მოხდეს ეს ყველაფერი, ან რაღაც, როგორ გითხრათ, აი, სხვა ქვეყანაში წასვლის დროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახალი დასაწყისი აქ არის. თქვენ ცხოვრებაში შემოდის პირად ურთიერთობაში, აი ისეთი ურთიერთობა, რომელიც თქვენს თვით შეფასებას ასწევს მაღლა, ხო, თქვენ თავდაჯერებულობას მოგპატებთ. აი ლაღად გაგრძნობინებთ თავს და რაღაცა აი უბედნიერეს თავგადასავალში გადაგისვრით. სწორად ვამბობ, აბა მონახეთ. რა თქმა უნდა, სწორად ვამბობ და არ გამოვრიცხავ ეს ყველაფერი საომოლოდ ქორწინებითაც დასრულდეს. კარიერაში რა ხდება? ოხო, კარიერაში იეროფანტის არკანით რა გითხრათ? შეიძლება დაწინაურდეთ, ან შეიძლება, არ ვიცი, ხელმძღვანელმა ისეთი ნდობა გამოგიცხადოთ, რომ პრაქტიკულად მისი საქმიანობა მოგანდოთ თავიდან ბოლომდე, ძალიან დიდ ავტორიტეტს მოიპოვებთ, ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, ნდობას გამოგიცხადებენ და თქვენს ხელში იქნება მართვის სადავეები. თქვენ საითაც გინდათ და როგორც გინდათ, აი მიმართულებით ატარებთ საკუთარ ცხოვრებას და საკუთარ, ასე ვთქვათ, მიმართულებას კარიერული და მატერიალური გზების მშვენიერი არკანი. აი არ ვიცი, კიდე დავამატოთ ერთი არკანი, აბა, სისავსე, არ ვიცი, წარმატება, სიმშვიდე, გამარჯვება და წინსვლა. აქ შეგიძლიათ აი ბედნიერებისგან იხტუნოთ ისეთი შემოსავლები და ისეთი სამსახურებრივი პოზიციები გილაგდებათ და ტაროს რის თქმა უნდა, ტარო გეუბნებათ მაგას, რომ თქვენ თუ იმუშავებთ, თქვენ თუ ასე ვთქვათ ენერგიებს არ დაზოგავთ სამსახურში და არ დაგენანებათ, ასე ვთქვათ, დრო, ნახეთ ძალიან სწრაფად რა შემოდის.
კვერთხების რაინდი, წარმატება, წინსვლა, მიზნების ასრულება, აი როგორ გითხრათ, სწორ დროსა და სწორ მიმართულებას რომ აჩვენებს, ხო, ერთდროულად საათიც და კომპასიც, აი ესეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით და აბსოლუტური სისავსე და აქ უფრო კარიერასა და მატერიალურ ნაწილზე მიგვანიშნებს, რომ სანერვულო არაფერი გაქვთ. აი არ საიდან შეიძლება გამოჩნდეს ისეთი თანხები და ისეთი სიტუაციები და ისეთი ადგილები და შემოთავაზებები მიიღოთ ზოგადად, რომ აი თქვენ თვითონაც ვერ დაიჯეროთ. შვენიერი ენერგიები არა დაგიმალოთ, კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით, რომ თავიდან რაღაცა დამავიწყდა სიმბოლოების დადება და პირდაპირ მივყევი. არამშოს ამ ერთ ხელმა პატიებთ, იმედია ჩემი მაყურებელი ამ შეცდომას. კარგით. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ნდობისთვის, ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით ნახვამდის ჩემ კარგ ადამიანებო.